ნინო კალანდაძე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელია ჩვენთან ეთერში. ახლა ამ თემების განსახილველად და დაგვეწია ნინო საღამოშვიდობისას ზელენსკის განცხადება მსოფლიოს მაღალ ტრიბუნებზე საქართველოს შესახებ საუბრობენ, ოღონდ საუბრობენ არა რუსეთის რუსეთზე როგორც თავის ტკივილზე საქართველოსთვის საუბრობენ სხვა ქვეყნების ლიდერები, მეგობარი ქვეყნების ლიდერები არაფერს ამბობს ამ თემაზე, რომ რუსეთი მტერია და რუსეთი პრობლემაა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არალეგიტიმური, მაგრამ მაინც de facto ხელისუფლება. ამას აღარ ძველით არავინ გადავდოთ ეს ყველაფერი გვერდზე, თუმცა აი მაგალითად ზელენსკის მხრიდან ასე მოხსენება საქართველოსი ხარ რა წვლილი შემტანია. ინფორმირების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი თუ ზოგადად როგორც პოზიცია არის მნიშვნელოვანი. საღამოშვიდობის ნინო, ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ჩვენ გვახსოვს, ოდესღაც პირიქით იყო მოცემულობა, როდესაც ჩვენ ვიყავით ის სახელმწიფო, რომელიც უკრაინას ახსენებდა ყველგან, რომ ერთიან კონტექსტში განხილულიყო საერთაშორისო ტრიბუნებზე. ახლა შეცვლილია როლები იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა არის მსოფლიო ყურადღების ცენტრში და უკრაინას ყავს ის ლიდერი, რომელმაც ყველაფერთან ერთად უნდა ითაოს მოკავშირე სახელმწიფოების თვის მედიაცია საერთაშორისო არენაზე, იმიტომ რომ საქართველოს ეს დღეს განსაკუთრებით ჭირდება. მათ შორის პირველ რიგში ჭირდება იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სულ უფრო ნაკლებად ექცევა მსოფლიო ყურადღების პრიორიტეტებში, სულ უფრო მეტი ყურადღება გადადის იმ ქვეყნებზე, სადაც პოლიტიკური ნება ძალიან მკაფიოდ ფიქსირდება, რომ დარჩნენ ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც მოიაზრებიან, რომ მოცემულ ვითარებაში და რაღაც გარკვეული ვადით მაინც რუსული გავლენის სფეროში რჩებიან, მათ მიმართ ყურადღება სულ უფრო ნაკლები რჩება. სწორედ ეს ყურადღება რო არ მოდუნდეს და რასაც უნდა საქართველოს რომ ყავდეს ეროვნული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება უნდა აკეთებდეს, ამას აკეთებს ახლა ზელენსკი და უკრაინის პრეზიდენტისთვის, ზოგადად უკრაინის ხელისუფლებისთვის, ანუ მათი პერსპექტივიდან საქართველოს როგორც ევროპული სახელმწიფო უკვე დაკარგულია ამ ეტაპისთვის. ეს რეალისტურია თუ ცოტა გადაჭარბებული იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ ასე ბოლომდე დაკარგვა გაფორმებული არ არის. ჯერ დაკარგვა ბოლომდე გაფორმებული არ არის, მაგრამ როგორც ჩანს ყოველ შემთხვევაში ახლა შეფასებითია ეს და მაინც სასიხარულო არ არის ჩვენთვის, მაგრამ როგორც ჩანს, სოფლიოშიც ამ ეტაპზე მეტი ყურადღება გადადის და ეთმობა იმ ქვეყნებს, სადაც მინიმუმ პოლიტიკური ნება ფიქსირდება, რომ რუსული გავლენებიდან გამოვიდნენ. ასეთი არის თავისთავად ასოცირების ტრიოს ორი სახელმწიფო, რომელსაც გამოვეთიშა საქართველო, მაგრამ ასეთი არის მათ შორის სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა, რომელშიც ასევე საქართველო აღარ მოიაზრება. ამდენად ზელენსკის, რომელიც არის ავტორიტეტული და ფრონტის წინა ხაზზე მყოფი სახელმწიფო, რომელიც იბრძვის ევროპული უსაფრთხოებისთვის რეგიონული პერსპექტივიდან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ახსენებს ერთიან კონტექსტში, როგორც რუსეთის საერთო სამიზნე. მისთვის აქვს მნიშვნელობა საქართველოში არსებულ მდგომარეობას, იმიტომ რომ უკრაინა მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლაშია, მისთვის აქეთ სამხრეთ ნაწილში მთავარ მოკავშირედ მაინც განიხილებოდა და ჯერ კიდევ რჩება საქართველო. და რაც თავარი საქართველო განიხილება ტერიტორიულ რეგიონული კონტექსტით და საქართველო განიხილება როგორც ძალიან მყარი და მებრძოლი ხალხის პატრონი, რომელიც გვერდში უდგას უკრაინას. მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც ის რუსულ აგრესიას იგერიებს 2014 წლიდან, ამიტომ ეს არის ის, რაც მეგობრულ და მეზობლურ ურთიერთობებში არ იკარგება და ძალიან კარგია, რომ ის თulis, რომ ეს ხსენების რაც შეეხება უპრეცედენტო sakiths, რის გამოც გთხოვეთ დღეს თქვენ სტუდიაში მოსვლა, ეს არის გერმანიის ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში. მას შეხვდა მინისტრის მოადგილე, ეგრეთ წოდებული ministris თავად ბოჭორიშვილი არ არის საქართველოში, მისმა მოადგილემ აიღო თავის თავზე ეს არ ვიცი თქვენ შეაფასეთ როგორი მისია და ეს მართლაც პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც პარტნიორი ქვეყნის ელჩი არის დაბარებული ამ დიპლომატიური ჟესტით, დიპლომატიური სანქციაა, ეს თვითონ თქვა ელჩმა შესვლისას, ასეთ სახელი დაარქვა ამ აქტს. რისი თქმა უნდა ბოლოს და ბოლოს ივანიშვილს, აი თუნდაც გერმანიისთვის. ივანიშვილს იმის თქმა უნდა რაც უნდა კრემლს რომ თბილისმა თქვას. და ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი
აქ განსაკუთრებით ბოლო 3 წელია ძალიან აქტიურად და აგრესიულად აწარმოებს დასავლეთის წინააღმდეგ და შესაბამისად დასავლეთის წარმომადგენლების წინააღმდეგ საქართველოში. გერმანიის ელჩთან ხშირი კომუნიკაცია მაქვს და მას არანაირი ილუზია არ აქვს, რომ ეს არ არის რამე საერთო პოლიტიკის ნაწილი, არამედ ეს არის ამას ელჩები შეგუებული არიან, ეს როგორც მან თქვა, ერთიანი განცხადების კონტექსტშიც გამოჩნდა. მათ იციან ვისთან აქვს საქმე, მათ იციან რასთან აქვს საქმე. მიუხედავად ამისა, ისინი იცავენ ეტიკეტს, ფორმას, წესებს, ეახლენ პირს, რომელიც რეალურად არანაირი სტატუსით არ სარგებლობს საერთაშორისო ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, იმისთვის, რომ თავისი სახელმწიფოს პოზიციას საქართველოს მიმართულებით და სამართით მაინც დააფიქსიროს. ახლა რასაკვირველია არანაირი ყველა წინასწარ ვიცოდით რომ იქ შეხვედრა და ონდიეძის შინაარსი იქნება და აბსოლუტურად შინაარსისგან დაცლილიც და თქვენ თვით არ ვიცი როგორ რა მისია ითავაო თავის თავზე მინისტრის მოადგილებო, არ ვიცი თუ კეთილსინდისიერი ადამიანია, მაშინ მინიმუმ უხერხულად უნდა ეგრძნო თავი, მით უმეტეს, როდესაც ის ელაპარაკება პეტერ ფიშერს, რომელიც აქ არის მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზა და საქართველოს დემოკრატია დაიცვას და დემოკრატიული ინტერესები გაატაროს სახელმწიფოს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვრცელი განცხადება მიუძღვნა შემდეგ ამ შეხვედრის შემდეგ განმარტებას. მას განემარტა ელჩსო ამბობს ამბოჭორიშვილის უწყება, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციის 51 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია პატივისცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს. ამასთან აქვს ვალდებულება არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში. შეკითხვა დიპლომატიის ენაზე შიდა საქმეებში ჩარევა არის თუ არა ის რომ მაგალითად პეტერ ფიშერი მივიდეს ან რომელიმე პოლიტიკური პატიმრის ან მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე ან დაინტერესდეს რა მდგომარეობაშია მედია მიიწვიოს მედიის წარმომადგენლები და ესაუბროს მათ ეს რა თვალსაზრისით შეიძლება რაიმე ტიპის ანტისახელმწიფოებრივ აქტივობებთან იყოს დაკავშირებული რა ზედავებია ნამდვილად სად გამოხატა უპატივცემულობა ნინო ეს არის მისი საქმე ელჩები წარმოადგენენ თავიანთ სახელმწიფოებს და ადგილსამყოფელ ქვეყანაში მათ პირველ რიგში ევალებათ ინფორმაციის შეგროვება და პირველ წყაროთ ინფორმაციის მიღება და შემდგომ დედაქალაქებისთვის გადაცემა. ისინი ვერ დაეყრდნობიან იმედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ისინი ვერ დაეყრდნობიან ივანიშვილის ჯიბის სასამართლოს პრეს-სპიკერის განცხადებებს, ამ პროკურატურის განცხადებებს. მათი ვალია საკუთარი თვალით შეაფასონ პროცესები და შემდგომ ამ პროცესების თაობაზე თავიანთ დედაქალაქებს აცნობენ. ვერც ოპოზიციის ასე ხელაღებით განცხადებებს ალბათ. ვერც ოპოზიციის, მათი სანამ საკუთარი თვალით ნახავენ ინფორმაცია მათთან მიდის ყველა წყაროთი და შემდეგ აფასებენ ამას. საელჩო მაგისთვის არის აქ. საელჩო არის პირველი ინფორმაციის წყარო იმ დედაქალაქებისთვის, რომლის მანდატითაც სახელმწიფოში მოქმედებენ ეს ელჩები. წინააღმდეგ შემთხვევაში საელჩოს საერთოდ არ იქნებოდა საჭირო და ღია წყაროებიდან მიიღებდნენ ინფორმაციას. მათი ვალია რომ აქ პოლიტიზირებულ პროცესებს დაესწრონ, მათი ვალია რომ დემონსტრაციის მიმდინარეობა შეაფასონ, მათი ვალია სხვადასხვა უწყებების მხრიდან, სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების პროცესები თავისით შეაფასონ და არ დაეყრდნონ ინფორმაციას, რომელიც დეზინფორმაციის ფორმით ვრცელდება, ან დაინტერესებული ინტერეს ჯგუფების მიერ, მათ შორის ოპოზიცია იქნება ეს თუ მედია. მეორე კითხვა მათთვის, ვისაც ეს არის, შეფასება თავისთავად ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენების არის თუ არა ჩარევა. და რატომ უნდა აფასებდეს ქვეყანაში ელჩი ღიად ამა თუ იმ მოვლენას? ელჩები როგორც წესი ცალკეულ მოვლენებს არ აფასებენ. ელჩები რასაც აკეთებენ არის არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იძლევიან აწვდიან ინფორმაციას დედაქალაქს. დედაქალაქი აყალიბებს სახელმწიფო პოლიტიკას ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით და ამას ახმოვანებს შემდეგ ელჩი. როგორც ასეთი დამოუკიდებლად ელჩები ცალკეულ მოვლენებთან მიმართებით პირდაპირ შეფასებებს არ აკეთებენ. ისინი შეიძლება აკეთებდნენ თავიანთი სახელმწიფოს პერსპექტივიდან შეფასებას, რომელიც არის მათ სახელმწიფოსთან შეთანხმებული და ეს არის დედაქალაქიდან მოსული ინსტრუქცია. ესენი დამოუკიდებლად არის შეთანხმებული ბერლინთან, 100%. არის ბერლინის სახელმწიფოს და მისი მოქმედი ხელისუფლების პოზიცია და ყველაფერი რაც მის მიმართ ითქმება ცუდი შეურაცხმყოფელი და რაღაცა თვალსაზრისით მუქარის შემცველიც კი დიპლომატიურ ენაზე ეს მუქარაა, ხო? ფაქტობრივად რაღაცა გაძევების საფუძველი შეიძლება გახდეს ეს ვენის კონვენციის ეს კონკრეტული მუხლი, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ხო? თუ კი ამუშავებენ, ეს ყველაფერი არის თავდასხმა ასევე უკან
იმ სახელმწიფოზე, რომელსაც წარმოადგენს ესა თუ ის ელჩი, ხო? ეს ასია ერთმნიშვნელოვნად და ამას არ აქვს სხვადასხვა ინტერპრეტაცია. აბსოლუტურად არ აქვს, იმიტომ რომ პეტერ ფიშერი, არ ვიცი, მე შევხვედრი ვარ შალვა პაპუაშვილს პეტერ ფიშერთან მიღებაზე და იქ ხო ის მიდის ინსტიტუციურ მიღებაზე, ის ხო არ მიდის პეტერ ფიშერთან სახლში ვახშამზე, რაღაც მეგობრულ ურთიერთობებში. ეს არის სახელმწიფოს წარმომადგენელი და ყველა თავდასხმა, რომელიც მიემართება ცალკეული ინდივიდუალური პირების მიმართ, არის სახელმწიფოზე თავდასხმა და გზავნილი დედაქალაქებში და დედაქალაქების მისამართი. და ჩვენ ბოლოს რო ვიყავი მე თქვენთან სტუმრად, ვისაუბრეთ ამაზე, რომ შესაძლოა ძალიან მალე ქართული ოცნებაც დაადგეს რუსულ გზას და კვალს და დაიწყოს ელჩების ამ ქვეყნიდან გაძევება. და აი ნელ-ნელა მივდივართ სწორედ. მოვიდა გამოხმაურება ამასობაში ზუსტად ჩვენ ვსაუბრობთ და ახლა გაჩნდა ინფორმაცია უკვე ქართულად ნათარგმნი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან აგრესიული რიტორიკა საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ, ამბობს გერმანიის საგარეო უწყება და მის დღევანდელ უსაფუძვლო დაბარებას. ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით, ნათქვამია განცხადებაში, ეს არის მოკლე განცხადება. ეს იგი ამ გერმანიის ელჩოს არ დასჭირებებია იმ ხელა განმარტება, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებამ გამოაქვეყნა ამ საკითხზე. ძალიან მოკლე და მარტივად კიდევ ერთხელ უთხრეს ქართულ ოცნებას, რომ ეს კაცი წარმოგვადგენს ჩვენ და მისი დაბარება იყო უსაფუძვლო. ეხლა უკვე ეს რას ნიშნავს? დიპლომატიურ რა კატეგორიაში გადადის გერმანია საქართველოს ურთიერთობები? ხო, აი მე ჩვენი წინა შეხვედრა ვახსენე და ახლაც ვამბობ, ეს არის ცივი ომის რეჟიმი, ეს არის ცივი ომის რიტორიკა, როდესაც ისინი აიძულებენ მოკავშირე სახელმწიფოს აი ამ ფორმით გამოეხმაურონ ცალკეული უწყებების ქმედებებსა და განცხადებებს. ანალინა ბერბოკის უწყებამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ პეტერ ფიშერი არის სახელმწიფოს წარმომადგენელი და ის საქართველოში ახმოვანებს სახელმწიფო პოლიტიკას და მოქმედებს ვენის კონვენციის და სახელმწიფოს მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში. არც ერთ ეტაპზე, არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფოს ელჩი ამ ნაბიჯს არ გადაუხვევს და ეს რომ ასე იყოს, პირველ რიგში მისი დედაქალაქი მიიღებდა ამის თაობაზე ზომებს. ამიტომ ბერბოკის უწყების გამოხმაურება ზუსტად ამას ნიშნავს, რომ თავი დაანებეთ მაიმუნობას და თავის აგდებას და ნუ ესაუბრებით ჩვენ ელჩებს ისე, ვითომ არ გესმით სინამდვილეში რა ხდება. ნუ ანალოგიური ვრცელდება, მოდით ასე ვთქვათ, ყველა დანარჩენი თავდასხმის პათოსზე და ობიექტებზე. ხო, ევროკავშირის ელჩი არის ასევე ამოჩემებული, დღეს ასევე შეურაცხმყოფელი იყო. ძალიან განსაკუთრებული მისია აქვს პარლამენტის ეგრეთ წოდებულ თავმჯდომარის პაპუაშვილს ამ მიმართულებით მუშაობის და ჩვენ უნდა გვავიწყდება, რომ ის სწორედ გერმანიის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ NGO-ში არასამთავრობოში მუშაობდა და იქ დამკვიდრდა საერთოდ როგორც პერსონა, როგორც რამის შემქმნელი თუ რამეზე პასუხისმგებელი თუ როგორც მოკლედ საინტერესო თუ კი ვინმესთვის აღმოჩნდა ქართული ოცნების აღმოჩნდა ის შემდეგ ტრამპლინი მას სწორედ გერმანიის სახელმწიფო ერთად მუშაობდით სასამართლო რეფორმებზე და თქვენ იცნობთ მას პირადად. ჩვენ ერთად მუშაობდით GIZ-ში. საერთო პროგრამას კურირებდით და ერთად მუშაობდით საქართველოში პროცესში გერმანიის მთავრობა. რა თქმა უნდა, ეს იყო გერმანიის სახელმწიფო პროგრამა, სამთავრობოთა შორის პროგრამა, რომელიც ეხმარებოდა საქართველოს ინსტიტუციურ განვითარებას პირველ რიგში მართლმსაჯულების პროგრამებში. ანუ ის იყო სწორედ იმ სივრცეში, რასაც დღეს აგენტურას ეძახის. ერთი და მეორე საგებობდა გერმანიის მთავრობის კარტ-ბლანშით თავის კარიერაში. და დღეს ის კადრულობს ასეთ ქცევას, როგორცაც კადრულობს. მადლობა ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძე ცენტრის დამფუძნებელს დიპლომატს, რომელიც პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.